და რას ვიგებთ ახლა აი ქოლესტერინის ტესტი გავიკეთეთ თქვა და აი ქოლესტერინის ფრაქციები ლიპიდური სპექტრი რო ამბობენ რას ნიშნავს თავარი პირველი რასაც უყურებთ ხოლმე არის ზოგადი ქოლესტერინი ან ზოგადი ქოლესტერინი ნორმა არის რომ 200-ზე ნაკლები უნდა იყოს ზოგადად აფასებს რა რომ ზოგადად სურათში რა ხდება ეგ არის მან თავარი მერე მოდის LDL ქოლესტეროლი ან LDL ქოლესტერინი რომელსაც ცუდ ქოლესტერინს ეძახიან ანუ LDL LDL და ეგ უნდა იყოს ნორმაში 100 მგ-ზე 100 მგ დეცilitrზე ნაკლები და რას ნიშნავს ეს LDL-ი ცუდი რატოა რომ დადის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინია და მეტი შანსი აქვს მოკლედ რომ გაეგლისოს სისხლძარღვებს და ათეროსკლეროზი წარმოქმნას და ამიტომ ვებრუზით ჩვენ და ამიტომ ვაფასებთ როგორც ცუდ ქოლესტერინად და 100 მგ-ზე ნაკლები უნდა იყოს და მეორე მხრივ გვაქვს HDL-ი არის პირიქით კარგი ქოლესტერინი რომელიც დადის ასევე და პირიქით რომც იყოს სადმე ზედმეტად ეს ქოლესტერინის სისხლძარღვებზე დაგროვილი პირიქით იმას მოაცლის ეს შეუძლია ამიტომ ვეძახით ამას კარგ ქოლესტერინს ეს არის HDL-ი HDL-ი კაცებში უნდა იყოს 40-ზე მეტი ქალებში უნდა იყოს 50-ზე მეტი 40 მგ-ზე საუბარი ქალებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოკლედ HDL-ი